ხემშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ორი კვირა გქონდა, ხო? სხვადასხვა მიზეზთა გამო ჩვენი წინა გადაცემა ვერ შედგა, მაგრამ სამაგიეროდ საბოლოო შედეგით, როცა არის ჟერომენმა ბეჭებზე დასცა რეკორდმაისტერი და საუკეთესო მოედანზე, რა თქმა უნდა, ფიჭა ჩვენ ვართ ამაღლებული განწყობით, თან მოდი ისიც ვთქვათ, რომ ერთი კვირის განმავლობაში გოლი ხო გაუტანა. ორი გოლი და ხუჭა, ორი გოლი. მერე საგოლე პასი. იქამდე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა ბაიერნის და ჰაიდენჰაიმის შეხვედრაში. იქათა კი, მოკლედ ძალიან დიდი და სასიხარულო ამბები. ისიც ვთქვათ, რომ მიკაუტაძემაც დუბლი შეასრულა ლევანტესთან მატჩში და ვილიარrealმა პრაქტიკულად უკვე გაინახდა მესამე ადგილი და კიდევ აქეთ ჩვენ ვხედავთ, რომ დინამომ დაიწყო თამაშების მოგება თავის ახალ მწვრთნელთან ერთად. კი ბატონო, ესეთი ამბები და თავარი კიდე აქეთ ჩვენ გვერდით ბატონი რეზო აირჩიეს ქუთაისის საპატიო მოქალაქედ. ორმაის უმაღლეს ქუთაისი. ქუთაისელი კი ხარო, კაი, მაგრამ უმაღლესი არ ახარო ასე მithქვი. ახლა მოწენ უმაღლესი. ახლა გახდი უმაღლესი. და გილოცავ და კაი ამინდით შევდა ქუთაისისთვის და თქვენთანაც მეგობრობაში და ეკუთვნოდა ადრე უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ბევრად ადრე უნდა, მაგრამ გულმავიწყი ხალხია. საქართველოში ხშირ შემთხვევაში ბოლოს ვიღაცას მოუვიდა თავში ბოლოს რა იცი ახლა ყველაფერი ისე თქვი ისე დაიწყე რომ მაინც თავარი ჩვენთვის არის ესე იგი რამენად არის ქართული ფეხბურთი და ქართული ფეხბურთმა აფციოთ ჩვენი კულტურა ინდონეზე როგორც ყოველთვის იყო და ევროპის და მსოფლიო დონის უნდა მივიდეთ ამიტომ ჩვენ რა ვიცი გვაქვს გაკეთებული პერპლიადე ჩვენ საქართველოს პლიადას გაკეთებული დიდი ფეხბურთის თამაში და რატო ეხლაც დღესაც არა ყოველთვის იბადებიან ნაგერ კვარაცხელიას მეთაურობით ჩაკვეტაძეს მეთაურობით ჩვენი მეკარეს კი ბატონო მაგრამ უნდა დაბრუნდეს აუცილებლად სანაკრებო თამაშების გვიახლოვდება ეხლა გიორგის უჩნდება შანსი დინამო მარტო რომელი ერთი მეკარე მაგრამ მაინც 100 აქ გადმოვიდეს ხო დინამოში დაბრუნდეს გასგება იქ 100 ისეა ჩვენ ერთი რამე გვექნება მაინც ესეთი საკამათო და რაგები და მანუჩარა სათავად გეკამათოთ მინდა გითხრათ რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებს მაინც რასაკრებელია მთლიანობაში წველიდან დაწყებული პიროვნება რომელიც მართლა დალაგებული ჭუის კაცია მოსული და საქართველოს ევროპაში საქართველოს ფეხბურთი აჩვენა ძალიან კარგად და ეხლა ცდილობთ რომ კიდევ უკეთესად ავაჩვენოთ ისტორია და ამიტომ თითოეული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვინც სადაც ვაიმეში არიან მე მგონი თავარი აუცილებლობა იქნება რომ თავის თავი ცოტა მზერნეტად საქართველოს ფეხბურთისთვისაც მოამზადოს მე გული წდება რომ სხვა შორის აგერ მეორე თამაში თვალი არ მიდევნებია იქნებ გამოიყვანეს ბოლოსკენ ახლა შახტარი ხო დამარცხდა სათუდ ერთი წუთი არ თამაში არ გამოყვანია აჩინოდა მან რუსინი ჩვენ ახლა ევროპის თამაშები ვნახეთ კი ბატონო აი ამ ევროპის თამაშებში 100 თუ 100 წისვლა არის ნუ კაი თამაშები არის აი მაინც შეგადენ გოლები გადის კი ბატონო აი ფიზიკურად კარგად დადიან სისტრაფეები არის აი აზროვნება არის ერთადერთი რაც აუცილებელი საქმელი გვაქვს დაცვაში არის საზრდოობა არის ჟერმენმა ძალიან მაგრად ითამაშა მეორე თამაში დაცვაში ბაიერში ალიანს არენაზე გოლი არ გაატანია პრაქტიკულად
წარმოუდგენელი ამბავია და ბაიერნი რო წუწუნს დაიწყებს ის ხო არ არის აკვე ან აუგსბურგი ან სელტა ან ბაბელსბერგი ხო ბაიერნია რო აი პენალტი არ დამიშნეს შეკარგეთ მამიშულო ალიანს არენაზე ბაიერნი საათნახევრის განმავლობაში გოლს რო ვერ გაიტანს მე უნდა საერთოდ მოწინააღმდეგეობა ჩამოუშვას და მოწინააღმდეგე უნდა დაიწყოს მე მინდა ერთი რამე შეგეკითხო რა ვიცი შეიძლება ვიძახით ხო შეტევა კაია დაცვას რას უჩვენი მე მინდა შენთან რა ვიცი შენ დაცვაშიც ნახევარ დაცვაში თავდასხმაში ყველგან ათამაშები კი და ერთი შეკითხვა იმასაც გეკნება რომ დღევანდელი ფეხბურთი უკვე გახდა რასაც შენ თამაშობდი ესე იგი დაცვა და თავდასხმა გაერთიანდა ესე იგი რომ აა ფოსტორია ყველა მიდის დაცვაში ყველა მოდის პირველ თავდასხმაში მაგრამ ძალიან შუდი სამეთერა მოახდინა გერმანელების გუნდმა ხო გერმანია აი დაცვაში საერთოდ ჩასო ტექნიკურად და და დაცვაში სამთონში გაუშვა გოლი მაგრამ აი რა მინდა გითხრა იცი რა შეიძლება მე მეშრება აი მეშრება ან ვინახარ ახალგაზრდაობა როგორც რელს ლაპარაკობა ხარ ანუ აი დამცველები ჩვენი ფეხბურთელები დამცველები აჩვენებენ კაი თამაშის შეტევაში კი ბატონო მიდიან შეტევაში არიან კუთხურებზე მიდიან შემოდგენაზე მიდიან ბიჭო უკან რომ მოდიან ესე იგი ანუ აი ეს იმის მაგერათო დავხდე წასართმელა ასეთებიან ბიჭო აი ეს ხელის უკან ესე იგი ერთი პერიოდი ბიჭო ვისაც რო უგნევიდა ვისაც ეს მისდა ვისაც ფეხბურთი უნდა აი მითხრას რომ ასევე კაცი ხელს გააკეთებს ზიგი რამეს წამთველი არის ვითომ პენალზე რომ ხაზე რომ მოხდეს ამ დროს არც მიდის სასართმელო იმაში მაგრამ ამ დროს გავს ესე იგი ამას ვითომ აკეთებს რომ მივიდეს სასაფლაო რეზო პერსონალური აპკ-ს ვერ აკეთებენ რაღაცნაირად აი ვიცი ახლა გაატანინეს გერმანელებს ბოლო წუთზე იმამ ვისა და იქ არავინ ერთადერთი შემთხვევა იყო რომ სხვაჩო რომელიც აღიარეს საუკეთესო მოთამაშედ მაგრამ ყველა ერთხმად აღნიშნავს მე 5-6 გამოცემა ვნახე შეფასებები ხა არავის შეფასება არ გჭირდება ხალხო ჩვენ თვალები გვაქვს აშკარად რა გააკეთა ამ კაცმა მესამე წუთზე მეორე წუთზე ანუ როგორი შეტევა თვითონ წამოიწყო ნახევრად ქუსლით პასით ფაბიან რუისისგან პასუხი ხა არასოდეს რუისი მას პასს არ აძლევს რომ დაჭირდათ ეგეთი ფეხბურთელი სანტო ესპანეთის ნაკრებს ხავს ძალიან მაგრა დაუბრუნდა მაგრამ ეს გაიქცა გავარდა წინ ხალხო მაგრამ მე გარჩევაც ნახე რა პასი გაუშვა დემბელესკენ აი წორთნელი აი ეს რომ გაუგორებს ვარჯიშს ფეხბურთელს ზრიალით რომ დაჭდება ბოთი მიდი დააჭედე რა ეხლა უდარა აი ეგეთი პასი საჯარიმოს ცენტრში ბაიერნის მცველების წყვილწინა ასე გაიარა და მიუვიდა ბიჭო ძალიან მაგარი გაბიცო ყველა ძალიან მაგარი აი რა ფეხბურთზე შეიძლება და რა დაცვაზე შეიძლება ლაბარაკი დაწყებული არა თამაში ერთი თოლია ხო მაგრამ იმიტომ რომ იქ ხვიჩა რო არ ყოფილიყო პირველ თამაში პესაჟე ბიჭო ერედა მაგიჩები იყო და იგენი პირველ წუთზე გოლებს არ აყრიდნენ მოგერი რა დაცვა ეს შემუშავები ვის გარდა ვის პირველ წუთზე ნუ გასაგები ახლა არ და გულერმაც გაიტანა როცა ნოიერმა რა შეიძლება რამეზე ვილაპარაკო დადებითად დაცვაზე რომელიც დაწეული არა თამაში ბიჭო ესე იგი ჯერეთი იცი შენ როგადის ფეხბურთი როგადის სათამაშო წინა დღეს არის შეკრება გუნჩი ლაპარაკობენ ჩვენ ბიჭო თამაშის ზოლობაში 4 დამცველი ასე უნდა ვითამაშოთ ასე წავართვათ ისე არა ვერ არტნევენ გულს ვერა
თამაში ზოს ერთმანეთს აკოს ნახაზარ. ხო, კი, თითქოს ვაფშე შეგვიტანი. ვითომ, კარგად რო ითამაშეს. ესე იგი, როგორ შეტყობა ეგერი წინა არა, ინდივიდუალურად კვარაცხელია მაგარი. ვითომ, ახლა ჩვენ მოდი მომისინე. კვარაცხელია მაგარია. ჩვენ გელაპარაკებით რაზე, რომ კვარაცხელია მაგარი რო ყავს. კვარაცხელიას რო შეადგენს გოლს, გაიგე? იმას მოგება უნდა და შენ უკან რო ხარ რა? გაიგე, რას თამაშობ, გამაგები ერთი. ესე იგი, თელი აზრი არის რაზე? უკან ახაზის, მაგრამ უკვე რა შეიძლება წინ გევიდეს? რა შეიძლება, ხო, აი დაცვა. ეგენი, კიდე გაი ერთამეს ასე აწევდნენ რა, გადევიდნენ იმდენის სახელზე, შეხედე დამცველები მიდიან და დამცველი აქიდან ისე მიდის, რომ აქ გოლი შეაგდოს. და ამ ზონას, ესე იგი, გიტოვებს, თან ორივე ერთად. და ამ ზონას გიტოვებს და მე რატომაც გოლი, ვერა შეშოვა იქ არ ვიყავ, გიძახიან, ხო? ესე იგი, აი ამ ვარიანტს შენ ერთი რამე უნდა იცოდე, რომ წინ თუ მიდიხარ, ხო? წინ თუ მიდიხარ, ესე იგი უნდა იცოდე, რომ თავის დროზე უკან ჩამოხვიდე ისე, რომ აქ შენ გოლი არ შეიძლება. ორტორია. ესე იგი, მაინც ასეა თუ ისეა, კი, ვითომ დღეს ფეხბურთი წევიდა იმისკენ, რომ რაც მეტ გოლს შეაგდებით, უფრო მეტი დიდარი ხარ. მაგრამ ეს ვარიანტები და ერთი რამთავდა ბატონო რა. მე სხვა ჩვენს წინასწარ მეტყველებდი რომ მაქსიმუმ 2 ბურთი გავა ამ თამაშში. შენ გიჟი ხარ რომ. არა, ფიქრობდი ან 1-0-ს ან 2-0-ს რომ. მე მაგალითად ან 1-0. ის დაცვა ისე თამაშობს. გაიგე, ჩვენი კი არა მარტო მეურის კიდე. გაიგე, დაცვა ისე თამაშობს დღეს. ყველი თამაში არა გამორიცხული გამართებულია 5-4 6-7, გაიგე, ვიდით ასე თამაშები. და ამას ყველა кайფობს, ამაზე, აუ რამდენი გოლი შევიდა და უკან გოლი გევიდა, ამაზე უკვე აღარ ფიქრობს. სხვა დიახ. პერიოდი იყო, აი, იტალიაში კატენაცი რომ შველი. მაშინ იყო მე ხუთი კაცი დადგებოდა და ფული აღარ გადიოდა. 4 და დაჟე კიდევ რან დაწვეს ერთი ნახევარი ეხმარებოდა კარგად თამაშობდა. ეხლა რატო ვერ გადიოდა ის 4 წიგნი მოთაგეთი რომ უგო ბრაზილიის ნაკრებმა ის როგორ იყო 3 გოლი გერმანიამ გაუტანა ნახევარფინალში. იყო დაცვაში იტალიელი მაგრამ და საერთოდ იყო ისეთი დაცვით ფეხბურთი მეუბნებო სტატისტიკაში მშვენია. ეხლა სულების თამაში ყოველ კრიტიკაზე დაბალანსდა. იცით რა 1970 წელს აი უბრალოდ ხო შეიძლება 1970 წელს ნახევარფინალი სოფლიო ჩემპიონატის იტალიამ გერმანიას მოუგო 4-3. 3 გოლი გაუშვა. დამატებით დროში დასრულდა ეს თამაში. ფინალში იტალიამ საერთოდ 4 ბურთი გაუშვა. სად არის ეს ნახები კატენაჩო? ის ფინალში მაინც ხო გავიდა. ფინალში გავიდა. всё, მაგრამ რატო გავიდა? იცი გასაგებია ხა და ყავდა 9 კაცი აყვანილი და შეთამაშებული იყო. ხო, მაგრამ მე ვწერდი მაშინ საბჭოთა კავშირმა რამდენი გოლი გაუშვა იმ ჩემპიონატზე. მე ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლები ვიდა. არა, საფინალს მიაღწია. გასაგებია რომ ვერ მიაღწია, მაგრამ მე ფინალში იმას უმეშინე ჩვენ ახლა რამდენი გოლი გაუშვა, ვერ გამოუშვა ტაქტიკები 1000-ნაირად იცვლება. მე გეუბნები რომ აი დამცველებო, გამაგებიეთ ერთი და დამცველის კარგი 10-დან 9 ასეთი წარფევა საიდან მოდის. აი ასე აი ასე და შემოთლიანება გოლი ასე აღანე მაგრამ შეიძლება წითლები ასე მისასვლელი ამასთან მიდის ამასთან აი ასე აქედან ამასთან მიდის ასე ვითომ კუჩა გააკეთეს და ისე იტრიალებს ასე რომ გოლი შეუგდო ერთმა კაცმა ეხლა იტალია ვერ მოხდა სოფლიო ჩემპიონატზე უკვე 3 ჩემპიონატზე აღარავის ჭირდება ეს არა იმიტომ რომ ყველა ჩამოსულებია გუნდებში და სხვაგან ძალიან ჩამოსულები თვითონ იტალიელებს არ ყავთ ფეხბურთელები თორე სხვაგან ხო არის ხალხსულები ახლა რო ავიღოთ ბაიერნი მაგალითად
საუკეთესო აშკარად ნოიერი იყო ხო მეორე თამაში. ესე იგი რავალია მე კანონო საუკეთესო იქნება. საკო მე კანონო საუკეთესო იქნება. არა ესე იყო მართლა. კაია ნოიერი და იგი მე კანონები მართლა აჩვენებენ კაი თამაში. გერმანელი რუსი მასწავლებელი არის გერმანელი და ხა თქვენმა მეთქვით რომ მუსიალა თუ გერმანელია და მოიხოს ხო. მე წინ მიდის გახდა ჩემპიონი გერმანია. არა მარსელი ჟერმანი რო არ ყოფილიყო როგორ ახლა გავიდოდა ფინალში. უბრალოდ პარი სენ-ჟერმენი წელს ყველაზე ძლიერია და იმიტომ რომ ყავს ფეხბურთელი ვინც უკვე ამაზე დაიწყებენ ხვალზე ლაპარაკს აუცილებლად შეიძლება თქვენს კიდეც რომ აი მესი თავის საუკეთესო პერიოდში 2009-2015 მოდი ასე უხეშად რო ვთქვა რომ მიდიოდა ბურთით წველები ადიუტანტებივით ხავდა ვერ ეკარებოდნენ საერთოდ მეორე ტაიმში მან 1-2 ისეთი დრიბლინგი ჩაატარა ის რომ გაეტანა საერთოდ ბოლოს აი ოდნავ რომ დააკლდა რომ დაერთხა ეს იქნებოდა ფენომენალური გოლი ხალხნო ეს იქნებოდა ალბათ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სამ საუკეთესო გოლში რო უნდა შესულიყო ამაშია საქმე და რაღაცა აი ეს ჩემი წინასწარმეტყველებას გამართლდა რომ დადგება დრო და ბარკოლა გაიწირება. ბარკოლა დღეს უკვე საფრანგეთის ნაკრებისთვის აღარ ვარგა. იმიტომ რომ ლუის ენრიკემ ნახა, ხვიჩას მე ხო ვაყენებდი მარჯვენა ფლანგზე. საქმეზე რომ მიდგება რა ბარკოლა ისი ბარკოლა ხვიჩა უნდა იდგეს მარცხენა ფლანგზე და ერთი კაი დედმამიშვილია და ლუისი პასს არის. აჩიკო მომისინე შენ ერთი ორჯერ შენ ისეთ კაცზე ლაპარაკობ. ისეთ კაცზე ლაპარაკობ, რომ თელევროპასა სოფლიოს დაანახო, მე საგზავნო დამაყენოთ, მაინც ყველაზე მაგარია. რა თქმა უნდა. მორჩა, ყარაცხელია, მორჩა. უნდა იყოს მარცხენა ფლანგზე. ახლა მითხარი შენ ყარაცხელია, რო კაია, წინ ჩვენმა დაცვამ რა ითამაშოს. ჩვენმა დაცვა. საერთოდ დაცვაში რო ვითამაშოთ, რო უნდა ვითამაშოთ. მის წინააღმდეგ? ყველას. ყველას წინააღმდეგ, ესე იგი, შენ დამცველი მიდიხარ წინ, გაიგე, შეგედე კარგად თქვი ყველაფერს, და უკან დუევი და ორი მეგაზრობ გედია. გაიგე, ეს მისაღებია. აი ეს არა მისაღებია. ვერ მივხვდი უბრალოდ თქვენ ამბობთ რომ როგორ უნდა ითამაშონ დღეს მცველები, მაგრამ ვინც არიან ეს არიან საუკეთესო მცველები, აი გუშინ მაგალითად იყო ასტონ ვილა ნოტინგემ ფორესტი თამაში. აი უბრალოდ რო წარმოვიდგენდი გინდა ასტონ ვილას ნოტინგემის მარცხენა ფლანგზე. აი ხვიჩა რო ყოფილიყო რას გააკეთებდა. უნდა გენახათ აი აშკარად მე პირადად აშკარად აღარ გინდა ამ ვიცით რომ ხვიჩა უნდა დაუდგეს ვიცი არა ობიექტურად ყველაზე ძლიერია ამაზე ამბობენ არა ამაზე საუბრობენ 5-6 ვინ რომელი ერთი თქვა კაპელონ თქვა კარაგერმა რა თქვია იმის რა თქვია ნაკვერი შემასებელი ყავს საქართველოს და ხელის გუზი ატარებს ყველა პირველი ქართველი ყარაცხელი მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატს რო ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში მოხვდნენ და არა ეხლა იმედია ახლა ნუ ეხლა მაგთემა დინამოს გამვითარება რაღაცა შედეგს არა მაგთემა გასარჩევია იმიტომ რომ არა რა კიდე კაი რომ აგერ დღეს დავინახეთ ნახეთ აგერ რომ საქართველოს ჩემპიონატი გერმანიაში კი ბატონო იბერია რუსთავი ტორპედო დილა დინამო ხუთეულში ეს დინამო არის ესე იგი უკვე 7 გოლიანი სხვაობა ხო მაგრამ უკვე ზევით ხუთეული გაიგე ჩანს რომ უკვე რადგან ზევით ხუთეულში ასე ახლოს მიდიან ერთმანეთთან რომ კაი თამაშები მიდის და ესე იგი მაგრამ ერთი გუნდი მაინც წინ არის და გამორჩეულად იბერია კი ბატონო 4 გუნდი კაია რატო იბერიაში კაი ძველი ყავს კაი ოჯახი ფეხბურთელები აწყო გუნდი უკვე 2 წელიწადი ესე იგი აწყობს გუნდის ვისაც გაიწველი ყავს აიგე ეგ უნდა იმავს და ამიტომ ჩვენ ერთ-ერთი აგერ ჩვენი გამოცulis აქ ვარიანტი უნდა იყოს რომ
დღეს თუ ორი წელი უნდა დაეტოვებინათ დროის სანამ შეეჩვევა 5 ყოველხეთი ხო არა უმაღლეს ლიგაში ეს უნდა დაეტოვებინათ არა შევაზე ამბობთ აზერბაიჯანში ჩავედით და მე-13 ადგილზე მე-12 ბიჭო რომელი ქალაქი ყავს საქართველოში რო სტადიონი არა აქვს კაი და იმის კლუბმა უნდა ითამაშოს არა მის ბიჭო რატო უნდა არა შენ თუ გავარდი რატო ვარდები ჯერ ამაზე ველაპარაკე რატო მიიყვანე შენმა ისეთმა ქალაქმა თუ ვიდააგე რა ქუთაისი ახლა ვაგე მე-13-ზე ისე არ შემოთავაზეს არა თორმეტ ვაგე რა მე-13-ზე მე-4-ზე თუ მე-4 1 2 3 4 თორმეტ იბერია რუსთავი ტორპედო მე-4-ზე დილა მე-5-ზე თბილისის დინამო ისე უნდა შემოეტავაზებინდა თქვენ ბიჭო ეს ვინა მე შემოთავაზებული მაქვს ქართველიერიდან და საქართველოსთან და საერთოდ და კეთილაპარაკობა არა თქვენ გახდით არა ტყიბულის არა თბილისის არა ხალხოს ქუთაისის საპატიო მოკალაქედა არ იქნებოდა თქო მე თელი ქუთაისი შემოხვდა გუში და სულ კოცრაში და იმაში ვიყავი ეჭვი არ მეპარება მაგრამ არა რატო ახო მამა არ დაურეკა იმიტომ რომ ყველა ქუთაისი მოიცის ხო მე დღეს ქუთაისის ფეხბურთისტვის ყველაფერს ვაკეთებ მან კლუბი და ხადაძე ამბობდა აზერბაიჯანში რო ვიყავით მე-9 ადგილზე და პირველი ადგილი და წინა ჩემპიონატზე ჩატარდა ის ორი გუნდი რომელიც ბოლო ადგილზე დატოვეს 2 წლით და მეორე გუნდი დაემატა და ამით შეივსო დღევანდელი შეთამაშება ტორპედოს წარმომადგენლობა თუ იმყოფებოდა და თუ მოგილოცეს თქვენ თუ რა საკურია როგორ არა კაცო თელი კიდევ კარი ყველა და თელი ხარი არა თან ყველაზე კაი რა არის იცი რომ შევაწყე ისეთი ქალები მოდიოდნენ ჩემი დროის ქალებიდან კოცვიდნენ აუ რა კაი ესე იგი ქუთაისში ფეხბურთი და პროპაგანდები ვფიქრებ მე რო ასე მეფერებია არა ეს ნახელას ნიშნავს იცი რანაცვალ მე ჩემ ქუთაისს რომ მართლა ასეთი საყვარელი ხალხი მყავს შენი მშობელი ხო ასეთი საყვარელი ხალხი სიამოვნებით აღმოჩნდი გადაცემის შემდეგ ქუთაისში მე თან აიყო იცი ბიჭო იგი დიტიათან იყო გაკეთებული და ეგ დიტიათან არა გაკეთებული იდეა ხვიჩიასი ბიჭო ძეგლია ხო და რამდენი გეული და იმას შეხედავდი ხო იმდენი გული მინახდებოდა იმიტომ რომ იქ დაიწყო მაგრამ იგი და იქ და მე რამხელა ხანთბილისში ხარ და რა ფილმებში ითამაშა რა არის და რა იყო და ესე იგი აი ვენაცვალე ქუთაისს ხო სად დაიჭირა ეს მომენტი და ასეთები ახლა ჩვენზეც ფეხბურთელებზეც პატარა ასეთი ის გაიგე თავდება მე მგონი ჩემით მომავალ თაობას შეაყარეს კიდე ფეხბურთი არა აი აზერბაიჯანო არ ყოფილი მინდა რომ როგორი ქაროდა დინამო თბილისმა რომ გავიდნენ ევროპის შესაძლო მატჩებზე აი კიპრის სამი გუნდი ნახევარფინალში გავიდა ხო ისა გეცმაია მაგას ამბობდა რომ უნდა წავიდეს საქართველოს გუნდები წინ ამიტომ უნდა ყველაფერი გაკეთდეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ჩვენ ერთ-ერთი კაი გადაცემებში მაინც უნდა ჩავდოთ ერთი ასეთი მანჩა ალბათ პროგრამა რომ რაც შეიძლება ყველამ როგორ მევეხმაროთ საქართველოს ნაკრებს აი საქართველოს ნაკრებს როგორ მევეხმარ აი ყვარაცხელია ხო გამოჩნდა უკვე არის დიდი ვარიანტი მეკარეკოს მაგარი ყავს გაიგე ნიკოლაძე არიან ბიჭები არიან, შენი არიან, ეგრე სიძულვაზე არიან. ხოდა ეხლა ამ ჩვენ სანიორს, გაიგე, ხავს, კაი ფუნდამენტი ხავს. ხო, რამოდენიმე ხალხის. და გვინდა რომ ამის ავტორიტეტმა, გაიგე, ამის ავტორიტეტმა აი ისე გააყენოს საქმე რაღაცა სოფლიო პირველობისთვის თავის შევხოთ რა მან რა სოფლიო პირველობაზე ეხლა ევროპა მოდის ახლა ჯერ ევროპა მოდის მაგრამ ახლა ევროპის მერე მაინც ყველაზე თავი ფინიში არის სოფლიო პირველობა სხვათა შორის უნდა აღინიშნოს რომ სოფლიო ახო მოიმატა გუნდების რაოდენობა 48 გუნდია სოფლიოზე უკვე ევროპისთვის არაფერი არ გამარტივებულა
ანუ სხვა კონტინენტებმა უფრო მეტი ადგილები დაიმატეს და ესეც ბუნებრივად FIFA-ს ინტერესებშია რომ უფრო და უფრო გაფართოვდეს ფეხბურთი და ისეთ ქვეყნებში გახდეს უფრო პოპულარული, სადაც დღესდღეობით წესები ბრაზილიანების საყავი ეს არის ჩემპიონატი აქ ტარდებოდა ერევანში. კი, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ პარალელურად კიდევ და ახალას რა საფრთხეს უნდა საქართველოს ჩემპიონატი იმაშობი ამიტომ ერთ-ერთი არის რომ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ყველაფერი გავაკეთოთ, ვიკამათოთ და აი ესეთი გაიგე ვიჯობია, რაჯობია ამაზე ხანდახან გავაკეთოთ აქცენტი და ყველა თავარია მე და შენ მამიჩალ გვაქვს ამის უფლება, მე და შენ გვაქვს ამის უფლება, რომ აქედან უთხრათ ყველა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს. გაიგე, რომ თქვენ უნდა იყოთ ყველაზე მეტი დისციპლინიანი, ხო, მაგრამ ყველაზე კაი მომზადებული სიმბილში, ხტომაში, რა ვიცი და ბრძოლაში, ფიზიკურ მდგომარეობაში და მაგალითად მომთხოვდა მაგალითი უნდა იყოთ, რომ აი კვარაცხელია, სნაირები ბევრი ვიქნებით ნაკრებში. გაიგე კიდე და აი ეს ნაკრები სოფლიო პირველობასაც კარგად ითამაშებს. არა მანუ, გაიგე. ამიტომ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ნაბიჯს თუ არ შევდგავთ ევროთასებზე, რაღაც მანძილს ჩვენი გუნდები თუ არ დაძლევენ ან ევროპის ლიგაზე, ან კონფერენც ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგა ძნელად სავარაუდოა, მაგრამ რამდენიმე ეტაპი მაინც უნდა გაიარონ. ბიჭო, ესე არ გამოვა. არც უნდა ვიოცნე. და მაყურებელი რო დაბრუნდეს სტადიონზე. ბიჭო, რა, არც უნდა ვიოცნე. ამისი მაგალითი მე და მამჩარი ვარ და გეტყვით რაში. დიახ. ძალიან ყველაზე გაჭირებული სიტუაციაში ვიყავით და მამჩარა ფეხბურთში რომ მოვედით. გაიგე, არც ფულები ყოდა ჯიმეში და არც ზევიდან ყავდა კიდე დამხმარე ვინმე. გაიგე, მაგრამ შეხედე დღეში 6-7 საათი ხوارჯიშობთ, მანო. გაიგე, ვარჯიშობენ. ვარჯიშობენ 6 საათი. ალბათ. ახლა ხო არიან ევროპაში წასული ხალხი და არა, ვიც ევროპაში არის, ისინი ხო და აი ჩვენები ესენი ვარჯიშობენ. ბიჭო, აგერ თუ დაიბადე, შენ თუ უყურე, შენ შეხედე, შენ დღეს ნებისმიერი გვარი ახლა მომეცი ახალეს საქართველოს ფეხბურთი და ნაკრები და ნებისმიერი გვარი, რომელიც უნდა ფეხბურთის თამაში და არ ცდილობს სოფლიო პირველობაზე წასვლას. გაიგე? და სოფლიო პირველობაზე თუ და ევროპაზე ფინალში გინდა მოხვდეთ, უნდა თავარია თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დისციპლინიანი სპორტსმენი და რაც შეიძლება შენ თავზე მაქსიმუმი სული უარჩოდარი ვარჯიშო რომ ყველაფერი შეავსო დიდ ფეხბურთში. ამან სხვანაირად დავსვავ კითხვას. იბადება თქვენი სულისკვეთების ხალხი? ბიჭო, აბა კვარაცხელი არ დაიბადა, გეკაცო, სათამაშობს ჩვენ ხედავთ, მაგრამ კაცი 27 წლის რომ ხარ და ერთხელ სადე შარშან არ გამოგივიდა, იქამდე არ გამოგივიდა, იქამდე არ გამოგივიდა მომავალ წელს აი რო შეგხვდება ვთქვათ ან ჩეხეთის გუნდი, ჩეხეთის გუნდამდე ვერც მიდიან, ხო? ხო, აი ეს უნდა გავაკეთებია. რაღაც დონეზე, რა ჩეხეთი აზერბაიჯანის გუნდთან ვერ გადიან. ხო, კი, აი ესეთი მდგომარეობა არის. მაგ არ არის საუბარი არც კვარაცხელიაზე და არც ზოგადად ნებისმიერ უცხოეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელზე. ჩვენებმა აქ უნდა აიმაღლონ დონე. ეს როგორ? აგერ ახლა ის გინდა მესამე ადგილზე როა უკვე ჩანს, რო წერიცია წი. არა, ჯერ მე-5-ზე. ქულების განსხვავება 8 კულა სხვაობა. 8 კულა იბერიასა. ამის ამოქაჩვა შეიძლება, რა თქმა უნდა, მთელი ჩემპიონატი წინარე და 11 თამაშია ჩატარებული ჯერ. ამაზე არ არის ჩემპიონი რომც გახდეს, ამას ვამბობ, თბილისის დინამო. მე ჩემპიონი რომ გახდეს შეერთებული და მომჩარა გეუბნებით ხარამეს. მე და მომჩარა გეუბნებით ამას. ბიჭო, ჩემპიონი რომ გახდეს წინელა ფეხბურთელი.
ფეხბურთელი მჭირდება, რომელიც დაბადებულია ფეხბურთისთვის და ყველაფერს პირველობრივად აკეთებს ფეხბურთისთვის. ყველაფერს პირველობრივად. დანარჩენი მერე სახლი, მახლი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძია, გაიგე, გვინო, დალევა, ეს ყველაფერი არის. ფეხბურთელს ხელი შეწყობა უნდა. უნდა. თვითონ უნდა იყოს ამის პირველი მაგალითი. მე იგი მჭირდება და გასაკანი არის მსოფლიო ფეხბურთში. ანუ მოინდომა შენ სანამ იქ აღმოჩნდები, აქ უნდა გამოიჩინო თავი და მე ფულიც მეტი გეკნება. ხო, გუნდი მე და მოუჩანასნაირი ხალხი. გაიგე? აქანე უნდა იждდეს ყოველდღე ჩვენზე უკეთესები. გაიგე? და ეკიდა უთხრა, ბავშვო, მე და მომჩანა თომას გეუბნებით, სტორს გეუბნებიე და გააკეთებ ეკიდა ნახე. დღევანდელ დღეს თქვენ შეიკნებოდით ერთი რეალი, მეორე პარი სენ-ჟერმენში. გასაგებია მესამე შეიძლება ბაიერნში ყოფილიყო, მეოთხე ბარსელონა. არა, საიდან დავიწყე? ქუჩიდან. და მე აქ იქნებოდით და აქ სანამ თავს არ გამოიჩენდით, იქ ვერ აღმოჩნდებოდით. მე ამას ვამბობ, არ დადგა დრო, აი აქ დავიძრათ წინ 90-იანებში ქართული ფეხბურთი უკეთეს მდგომარეობაში იყო და თბილისის დინამო ერთხელ მიაღწია სხვათა შორის მაშინ უეფა-ს ერქვა გავედით იქ ბილბაოსთან ვითამაშეთ, გვახსოვს ბილბაოსთან ცუდად არ ვითამაშია, კინაღამ გამოვაგდეთ მე. ხო იყო ეს პერიოდი. თბილისის დინამო ჯგუფურ ეტაპს მიაღწია მაშინ დაახლოებით როცა აქ ჯერ კიდევ პულის რიგები იყო და შუქის პრობლემა არ იყო მოგვარებული და ეხლა რა გვემართება? რავისი არ ვარ. მე ამას ვკითხულობ გულის ტკივილი. კლასი უნდა გაიზარდოს ჩემპიონატის კლასი. კლასი რომ გაიზარდოს. კლასი ვიზდის. თვითონ თავის ფეხბურთელი. და ტრენერი. მე ესე იგი დავიწყოთ აქედან რომ კაი ცნალები მაგარი მცოდნე ხალხი არ დავარია ესე იგი ყველანაირად იყვნენ განვითარებული გაიგე და მე ფეხბურთელები თვითონ მივიყვანოთ იმ დონეზე გაიგე თუ გინდა აგერ ჩვენი კამათიდან ეს როგორ დავიჯერო რომ ამ 10 გუნდში ერთგან არ არის შენი ადგილი ვაი მე ვიჯერო კი მაგრამ მომისვენია აგერა ჩემი ადგილი და აქაც არის და აქაც ჩემი ადგილი ფეხბურთის ფედერაციას ვყავარ მე გაიგე ერთ-ერთ პიროვნულად თავის შემადგენლობაში რასაც ქვია თეორიულად ფეხბურთზე შეგიძლია ილაპარაკო და თეორიამე იცი და ამითი გამოდიوار და ვლაპარაკო მაგერ სპეციალურად თუ არ მართალი და არა მეც ვლაპარაკობ მაგრამ საჩენი თქვენი ნალაპარაკებდა საჩენი მეც ვლაპარაკობ ჩემსა და თქვენ შორის განსხვავება არ უნდა იყოს? ხო არის, მაინც არის. რა არის განსხვავება? მე ხო არ ვამბობ, რომ აქ რო ჩამოდის ნაკრების ფეხბურთელები, ან რომელიმე საკლუბო გუნდი რო ჩამოდის სათამაშოდ ევროთასებზე. მე ხო არ ვამბობ, რომ მე უნდა შევხვდე. თქვენ შეხვედრი ხართ ვინმეს, გეუბნეთ ვინმე. მანჩა მაჭაიძე. ბატონო მანუჩა, თუ შეიძლება მოგწამდი და დაელაპარაკეთ ბიჭებს. და ეს არის. რამდენი ფეხბურთელი გწნობთ სახეზე? გაუგია. აქედან შეიძლება ვიღაცა იყოს და ვერ შეიცნობს სახეს. ეს რატო შეიძლება ვერ ის სადაც თქვენ დაელაპარაკეთ. ამას ვამბობ. საერთოდ ისინი ტრენერები კი არ ვამბობ. სუდია, მაგრამ სად თქვენი პრაქტიკა თქვენ გასაგებია. არის ახლა იცი ეს მე მოიწვიო. არა, საზღვარგარეთით გასულია ფეხბურთელები. ყველაფერს ვერ ამბობს რეზო, იმიტომ რომ მართალი ვარ. მართალი ვარ, რა უნდა თქვა? ისინი არ გიშენდა რეზოს ელაპარაკე, რეზო ფეხბურთი იცის, იმ ფეხბურთელს გონია რომ მე აგერ იმაში ვარ, საფრანგეთში ვარ, იმაში ვარ, ამაში ვარ და ახალი უფრო კარგად იცი. საფრანგეთში რო ხარ, ჩვენ ვამბობ შედეგი რა ჩანს. მე არ ვამბობ, იქ რა ქვია რეზო უცხოეთში საქართველოს ლაპარაკე. აბანზე რა საფრანგეთში აქაც აქ მოუჩერა შეგვიძლია საუბრას ეუბნებით და ამას ჩვენგან გვია საგულებას ისე ვიტყვი ერთხელ და მეც აღარ გავიმეორებ აგერ
ზის ბატონი იურა და მე. აი ჩვენ აზრსა და თქვენ აზრს შორის განსხვავება არ უნდა იყოს. აქედან ჩვენ ვლაპარაკობთ. მე და ბატონი იურა. უფრო მეტი შეხება გააქვთ ფეხბურთელთან ჩვენთან შედარებით. როგორ არა? არაფერი როგორი ფეხბურთელებია და ისინი რო არა ხვედრება. უნდა მოეწყოს შეხვედრა ვარჯიშებზე უნდა გთხოვონ. ბიჭო მე აქ სანშიაშვილმა მთხოვა ეზო ვინდაო ფეხბურთელისთვის და ჩვენ მე და მაუნჩარას მოგიტყვა მაუნჩარა მთხოვა რომ დავოდით და ფეხბურთელი ლაპარაკებდო და მამის საშუალება მოგცა აი იგე ეს კი მარა მე რატო მე ხოდა ეს ცოტა ეს რაც ჩვენ დღეს მანუ მადლობა შეგვიძლია მადლობა ამისთვის არა ეს უნდა მოდიოდეს ფეხბურთის მესვეურებიდან კლუბებიდან უნდა მოდიოდეს მაგალითად არ მოდიოდეს მე და მაუნჩარა საკანე არ მოგვიშობდე ფედერაცია რაშიაში კლუბებს უნდა დაემჩნევათ სურვილი რომ თქო დინამოსთან დინამოელებთან კონდეთ შეხებები ახლა ჩვენი აქ გამოსვლა და საუბარი ეს იმას მიანიშნებს აბა თქვენ თქვით ამის შესახებ თქვენ რამე არასწორად ჩემო ჩვენ რაც ჩვენი აზრია წარინეს ჩვენი გამოსtildeება რაც არის უზიარეთ აგეთ ეს ხალხს და საკმარისია ხო ბიჭო რატო არა რაღაც დამდაბლობაც ამას ქვია მეც უზიარებ და ბატონი რაც უზიარებს არა შეთამაში დღეს არ შეგვიძლია მაგრამ განსხვავება თქვენ შეხვედრას და ჩემ შეხვედრას ფეხბურთელებს შორის ხო არის? აი რა თქმა უნდა. ხო და ამას ვამბობ. ბიჭო, მე ამას არ ვამბობ. ეს უნდა ითამაშე, ეს შერო არ ვამბობ. თქვენ უნდა იყოთ, თქვენი აურა, თქვენი მუხტი. როგორ ამ კაცმა ლივერპულს 3-0 მოუგო. თელი ინგლისი ლაპარაკობდა მე იქ ჩვენ ვერ ნახეთ ეს თამაში. მე მაშინ 10 წლის ბიჭი ვიყავ. გოლი აჩვენეს მეორე ტაიმი, ხო მეორე დღეს. არ ვიცი ზუსტად როგორ იყო რა იყო მახსოვს პირველი გოლი გაიტანეს მე ჩივაძემ უპასუხა და კეისმა გაიტანა ტაიმის ბოლოს უნდა გარავენას აღარ შეცვლება მე რა აშიკოს მეორე ტაიმის აკში დაკეტა ის დაკეტა და ასავლია ბიჭო ისეთი გოლი გაუშვა davshot ბატონო მე რო ხვდები ხოლმე ამათ ამდენი წელიწადია ჩვენ გვაქვს ნუ როგორი შეძახილმა პირველი ანუ ერთობა მადლობა მეც ამისთვის აი მე მევსება გული აი რაღაცნაირად ცოტა აი ხო გესმის ჟუანტელი ფეხბურთელი რო ეთქვი რომ აი ეს სამი ლივერპულთან 3-0 აქვს მოგებული ბიჭო ამ ბესტი ჯაიჩი ნაკრები ორჯერ სამჯერ 3 ტურნირი მალეშიკმა გამოუგზავნა გერმანიიდან მომიწერე ხელი 1974 ან 12 წლის გულშემატკივარში ახსოვს დღეს იმის მერე სვედა ფეხბურთელების სოფლიოში ევროპაში მილიონი ფეხბურთელი არსებობს და რეზო გაახსენდა წარმოიდგინე 2026 წელს გამოუგზავნა ფული გუში გადაცემა იყო იმაზე ხო ეს შეიძლება გამიხარდნენ ეტავი იმე უყურებდეს აჩვენეთ ძირითად ხმა ძირითად აჩვენე ვიღაცა უნდა იყოს ეს არ ხდება ბიჭო რა თქვენ რა იმდენია ჩვენ გული შევტკივა ქართულ ფეხბურთზე და ლაპარაკობთ თქვენ არ მოგწოდოთ ორგანიზაცია რა ჩვენ რა თქმა უნდა ყოველი თამაშის წინ უნდა გეახლოთ მანქანით მიგაბძანონ მოგაბძანონ სალონში ბიჭო ამას ვამბობ კლუბი არ გამოჩნდა არც ერთი 10-დან ჯერ აგერ ავტომატურად ყველა გიყურებს ყველა ახალგაზრდა ყველა მესხი და მეტრეველი არცი ზოგ მარციცი და მე მეუნები ესე და კაცო მესხი და მეტრეველი და ვერესო მეც მოთხოვ და გამოგიყენ კაცო მომიშენე ჩვენ ხა კაი გამძველია ის თქვენ ეხლა აქ ორი ისეთი კაცი ხარ რომელიც ჩვენი ახლობლები ხარ ძალიან და ჩვენზე გული შეკივად და ქართულ ფეხბურთზე თქვენ ერთი რამეს რა ხდება იცი რა თქვენ ეხლა ვერ გძნობთ რომ ჩვენ სამძივართ ჩვენ მზივართ ახლა ქართული ფეხბურთის წინ
გაიგეთ, აქ საუბრობთ იმაზე, რომ აი თუ რამე შეგიძლია ძმაო აგერ, გითხარით. გაიგეთ, ჩვენ ამას მივიღებთ, ისტორია, ახალგაზრდა ფეხბურთელს ერთ-ერთი დრო არ აქვს, რომ შენ ტელევიზორში გიყუროს. ეს ერთი, მეორე, ვიღაც ლეგიონერი რო ჩამოდის, იმას საერთოდ არ გაუგიხარ და რაღაც ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ვიღაც ფერატკანიანს თუ აფრო-ამერიკელს, რომელიც ხუთაისში ან სხვაგან თამაშობს, ხო? გააცნო იმ ქალაქის ლეგენდარული ფეხბურთელი. იმ ქალაქის სახე აუხსნა და იმას ცოტა მეტად პატრიოტულად აუტოკლდება გული კიდე ჩვენი ფეხბურთის საგულეში. ჩვენი ფეხბურთის სახე ლეგიონერებისთვისაც გასგია, გუნდის შეკვრისთვის. ემანდელი ფეხბურთელები აჩვენებენ, ზოგადად მსოფლიოსაც აჩვენეს. და იქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თარჯიმანი, რომელსაც გაესაუბრება. ხო, ნუ ეხლა მეტი არაფერი. ამ ორგანიზება არის ძალიან ადვილი, ინგლისურის სწორდნე არის ყველგან. ამასაც დაკირავება ერთ-ერთი ფეხბურთელი თამაშის. ო, მაგრამ ეხლა რა უნდა? ევროპის დონის თამაშები რო არის? გაიგეთ და ევროპას და რო ჩამოდიან აქ და მე თამაშის შემდეგ არის ბანკეტი, იქ მთავრობასთან ერთად, ფედერაციასთან ერთად, თავობა რაშია? არა, რაშია. თქვენ ფეხბურთელებთან უნდა გქონდეთ კავშირი. მომისმინეთ ეს თავობაში ფეხბურთელებია, ფეხბურთელებია ერთ-ერთი მე თავარ სწორე ვისაც გინდა შეხვდით ცხოვრებაში, თუ გინდა მთავრობის წევს, თავარებმა თუ გინდა პრემიერ-მინისტრს თუ გინდა ბახონიურას თუ გინდა მე. თავარი იმ ფეხბურთელს რო შეხვდე, იქ რო თამაში. შეგახვედრო ნიკა. იქ ვარჯიში რო გაიმართება. თუ შეხვდა ვენ ხო აგერა რა თქმელიბა პირში აგეროვნები არამანო ჩვენი მიზანი რა ჩვენ რატო გვიდა იცი ჩვენ რომ ნახეთ თქვენი ფეხბურთი ჩვენ გვიდა კიდევ ჩვენ გაწამოვდეთ ბიჭო საქართველოში კლასი რო აიჭიროს ფეხბურთში ხალხი უნდა მოემზადოს ფიზიკურად 30 მეტრი სიბილი ეს იმითია რა წამწონი ნახტომები 100 მეტრი სიბილი ხტომები არო იგი კროსი 400 მეტრი სიბილი აი ამაში თუ შენ სოფლის დონეზე უნდა შეადარო იმ ფეხბურთელებს რომელიც ითამაშობენ ჩვენი ფეხბურთელის მონაცემები და თუ იმათრები გავათილდები კაია და აი მაშინ აიწევა ერთი რამ უნდა თქვა, ეხლა პირველ რიგში ჩვენი პერიოდი კასტელე და განიჩაზე და იმასრეზო. ეხლა უნდა მოვაყოლო აუცილებლად ეს აზრი. დინამოს სტადიონის ახალი პროექტი უნდა შედგეს 70,000-მდე მაყურებელი უნდა დაეტიოს და ხსნიან სარდენ ბილიკებს. ვა, დამი საცი და დიკიდე კარი. კიდე აი ახლა ჩვენ ამას რამდენჯერ ვიცახოდით რა? რომ მოსახსნელია, ხო სარდენ ბილიკები. სამე მოსახსნელი გასაკეთებელია. ხსნიან უნდა მოაშორო. ანა ხსნიან ვიფიქრე ახალ რა თქვია მოაშორო. აი ხოდა მე იმ რა თქმა აი აქედან გამოვა და იმ სტადიონის დირექტორს გაიგე მაგრად გავნაწყო. ნუ აქ ეწერა გონი არ შეგე რა თქვია შენ თუ შეცდომას ბოდის ერთ-ერთი აუცილებლობა როდი ვიწყეთ აგერ მე დამოუჩერა რა ზახში და უნდა დაგბოდე კანკან უნდა კროსი კონდეს კაი უნდა კონდეს და არის კი ახლა წავით რა უნდა თემზე იბინე თემზე დავბივა მაგრამ სტადიონზე სიბილიც კიცალია ჩემთვის ვიტყვი რომ იქვეა სტადიონია იქვე 100 მეტრი იქვე 40 მეტრი იქვე 30 მეტრი ამას ყველაფერს რო ამუშავეთ გაიგე ეს მე მოდის და უივე რაკაია კვარცხლია ნახე პოტარბიშო რო იძახი ასია ხოდა აი ეს ამბავია დარდებოდა საქართველოს სპარტაკიადები დარდებოდა საბჭოთა სპარტაკიადები იქ რომ მეტია ჩატები დაეტევა ეთქოდა არა იდეა უფრო მეტი მაგრამ ზატო ფეხბურთელი არ გეიზრდება მე კვარცხლია ას მორბელი მაგრამ ჩემი კიდე მოდი რა დააშავა მზეოსლობა ზეოსლობა რა და იმ სპორტმა საქართველოში რა ფეხბურთზეა ლაპარაკი ხალხნო ხოდა ჩვენ აზარაშვილი ბორბენალი მესამე ადგილი აიღო ტოკიოსზე
და ის არა, დოპინგი ხონდა. დასაბარაკო, ჩვენ იაკუშინი ესტაფეტებს გვაკეთებდა, გახსოვთ მანო იმას. 400 მეტრი 200 იყო, აბა ვიბლო პირველი, აბა ვიბლო მეორე, აბა ვიბლო. ხოლმე შეჯიბრებები იყო, ქალაქის შეჯიბრებები იყო და დაზე არის პუნქტი. მე ერთადაც გეტყვი, აი სტადიონის დირექტორები. შევედე, მოგებული. ხავის პუნქტის პრიზი მოგებული და ორიგინალ სტადიონის ბიჭო, სტადიონის დირექტორებზე რას ვიტყვი, იცი? ესე იგი, თამაშები იყო დინამოს სტადიონზე და ლოკომოტივზე, რომელზეც ესე იგი აიმის დროს გამოდიოდნენ ძვეოსნები. და ხალხი როგორი ოვაციით ხდებოდნენ, აუ ვიგავა პირველ ადგილზე, აუ ვიდი გაიგე და მე ჩაჩუქრები იყო, საჩუქრები. რა საუბარი ახლა? სტადიონი თუ შედება და მშენებელი კაცი მილიკებს თუ მოხსნიან ეს იქნება ქართული სპორტის ვინ გეტყვის რომ არ ააშენო პირიქით შენ თუნდა ჩადო ერთ-ერთი გოლმა ისო იგი მაუჩარა მშენებელი კაცი ხარ შენ ფეგულთან ერთად და გაფიცე ყველაფერს ახალ პროექტში შენ რაღაცა შეყვარს კი შეიტან მაგას შენ ვინც აშენებს იმან უნდა შეიტანოს თუ მაგით თავრობიდან უნდა არა თავიდან ეგმარო შედგება და ყველაფერი შეგული მილიკები უნდა იყოს და ეს სტადიონზე რომ სამი მილიკი არ იქნება და ვითომ მე იქონეს გაიგე უცხოეთიდანო და ამაზე მე არა უცხოეთში არის სუფთა ფეხბურთის საფეხბურთო სტადიონები მაგრამ იქვე ეს უნდა და იქვე არის მაშინ იქვე არის არ არის მართებული ხო აქა ჩვენ შემთხვევაში სტადიონი სადაცაა ხო იქვე არის გაკეთებული 10 მეტრში 20 მეტრში სარბენი მილიკები სტადიონი დინამოს სტადიონს ხო გონდა სარბენი მეორე სტადიონი გვერდზე გონდა რო იქაცება სარბენო მილიკებს არა ბიჭო უცხოეთში როგორა ახლა ერთი ახლა არ ვიყავით ევროპაზე კაცო იქით აი ხო სტადიონზე ხო გავდივარ სტადიონი არის მარტო იმისი მარტო სადამაშო ერთი 100 მეტრში იქით არის უკვე ძვეოსნობისთვის გაკეთებული სტადიონი თავისი იმითი სროლებით, თავისი იმითი და ესე იგი მაშინ აქიდან ფეხბურთელი როდესაც იმას იზამ, წავა იქიდან რასაც უნდა იმას გააკეთებს. ლუჟნიკებზე გახსოვს ლუჟნიკებზე, სარბენი მილიკებზე, რომ კაი, მივიდეთ აგერ იყო სტადიონი გაკეთებული მარტო. იქით სარბენი საბჭოთა კავშირში სუფთა საფეხბურთო სტადიონი არ არსებობდა. ხო, ვიტყვი რომ ყველგან იყო სარბენი. კაი, შადებული რომ არა, თანხა დაიხარჯებოდა, კიდე იქ ცალკე რო აშენო კიდე. რაღაცები თანხა, შენ, მომიშინე თანხა დახარჯვას მე მოყავს ორი იმდენის მოტანა. თანხა თუ დაიხარჯება სირბილზე, ის სირბილია მე ფულს შემოგიდა საქართველოს. გავტერობა რატოვარია და თავარი ის არის შენ როცა მიაღწევ იმ დონეს მე გააშენე უკვე სუფთა საფეხბურთო მოედნება. ნუ ეხლა როცა მიაღწევ შენ იმის დონეს რა ქვია ბაიერნის და რეალის დონეს ვიდეო პარიზის დონე ჩვენ საფრანგეთის ნაკრები ჩავდივართ ხოლმე პარიზში და მეტამორფოზი პარიზში შემდგეს. მე დღევანდელ შეიძლება სუსანგები და ეს არაბები არის. ბავშვი, ერთი 4 ჯეროა საფრანგეთის ნაკრებთან ათამაშები და თეთრდომერის და საერთოდ ფულსაჩა არ ვაწოდიები. კი, რაღაც ფეხბურთი არ არის ჩემპიონატი იყო. რო ატლეტიკო იქიდა, კალავანას თასი ჩამოიტანა. კი ბატონო, ხო, აგერე, არ არის მაგალითი. მეათე დამატებული წუთი. ხო, ნუ ეხლა იცით რისი ბრალია? წინა გადაცემა ვებშენია. არა უშავს, ბევრი მომიჩო მე რა არის, ჩვენ ისე არ გამოგვივიდეს, რომ აქედან ხორცები ჩვენ მომჭარალ ჩვენი გამოვლილი გვაქვს და ამას ვიტო გეუბნებით ჩვენ სნერებოთ და ფეხბურთელობთ ჩვენ გვაქვს ამის თქმის უფლება აგერ მე და ბატონი იურა ძველი გულშემატკივრები ვართ და ესე გგონია რომ უმჯობესია იგიც თუ თქვენს თუ შეიტანთ თქვენ წულის გაიქნება
ასეთ არა მარუდა ჩვენ შევიდანე ჩვენი წვლილი არის ზუსტად იგივე რაც აი ჩვენ შეგვაქვს ზედა ბატონი ურას ამიტომ არასაკმარისი მგონია სპეციალურად აგეში გაცილებით მეტი ჩვენ ჩვენს უნდა ხომდა ბაკეთიც ააგეს აიგე თუნები და აგერავთ ვარჩევ ყველაფერს და კიდევ დავასაბუთე ბოლო სპარტლერების ამდე თუ აკეთე ლეგიონერების არა ერთი გადაცემა იმდენი დაწესებები ვაქვს ო გისგან იცი იაკუშინები და კაჩალინების ბარამარიოების თუ კი ვინმე დიდი მცველია შონის და აი და ამიტომ გასრულდა ჩვენი გადაცემა ამიტომ აი თუ ჩაიხედავთ აი ამ ჟურნალში ბატორეზო ჟურნალში მოკლედ ისწავლით ქართულ ენასაც და რუსულ ენასაც ბატონო გრამატიკულად გინდა თუ არა როცა გამოვიწერდი ფუტბოლი ხო იყო გაზეთი მე მელანი ფუტბოლ ხორი და რუსულად უნდა კიდე რა ვიცოდი კიდე იქიდან ვიცოდი ქონა რაღაცებს და დღეს აგერ შემიძლია 1060 წელში მე საფრთხე აქვს გაზეთები ჩანაწერი მაქვს იქიდან გაიგე მოწერილია მე მაქვს რაღაც ხოლმე რატო იცი იმ პერიოდის სველების გერმანდელი აზრი ხო კაია ხანდახან და ბევრი ეთქვა იგივეა ყველა კვირის ფიზიკური ყველა კვირის ტექნიკური ყველა კვირის ტრანსფერია სამენ ბილიკებით რო და ამ ბოლო დროს დაიწყეს ყველაფერს ნო პოლიტიკა იმ დროს ამას ამწევთ ვარდეს არა გამედავდი ფულს მეტყოდი ჩვენ ესე მეკტამე ვაჭარი ხარ მეტყოდი იაკუშინათ ერთხელ მეუთხარი იგი მიხაილ იოსიფოვიჩ დაიმე მაშინო თქვა გეუთხარი აბო მაშინო ხო კარგად თამაშობდი და ასტოტი ხოჭის მაშინა შტრაფნოი ლივკომ ზაიტიო დაიგე ბანკაინგი და ო შახიდე ო იმაში შაჯანი მოში ო ხო და მეუთხარი можете на ключ откладывать აი კარი პასუხები იმ ზარა იპიტანე ზოლი მითხარეგე იჩო კაიო ბაგი გერაო თადბიძე და ასუტრენი სიმბილი იბინეო როჩკარა მოგვიგა მაკანი შემოვარდებიო მიხელ ჯავახიშვილის პირველი ნაცამორი ატანას რომ ისწრებს დადადე მაგრამ აი დამიოგი მაკარა კავდი რა სიმბილიც უნდა იცოდე კაი მე თვითონ 30 მეტრი 70 ყველა რამდენი ძგიდა ხო ნორმატივები შედა ნორმატივები ჩხობარებდა და დავასრულო მაგარი იქნები რა დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გავაკეთოთ ისე რომ ჩვენ ქართულ ფეხბურთს დაუბრუნოთ მიშამეშები და სლავომეტრელები და ზაგროკალოები და სოლაბაკაები, დივაჩოხელები და აი ესეთი ხალხი და მასალურიძე